ადამიანი ასეთ ავტომობილს ფიზიკურად ვეღარ შეიძენს, როგორ ფასდება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე შეცვლილი გადაწყვეტილება გიყვებით რამდენიმე წუთში. ელენა ხოშტარიას და სხვა დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და მიზნობრივი ფინანსური სანქციების დაწესება. ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. მთავრობა პლასმასის ბოთლების სასმელით რეალიზაციას აკრძალავს. სასმელების პლასტიკის ბოთლში ჩასხმა მხოლოდ 20 ლიტრის ან მეტი მოცულობით იქნება დაშვებული. საქართველოში საწვავზე ფასმა ისევ მოიმატა. დღეს მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ფასები 6-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. საქსტატის რიცხვებით ძალიან მაგარი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა საერთოდ სხვა სურათია რეალობაში. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა და რეალიზაცია დაბალ ფასად უწევთ. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. პლასმასის ბოთლებით სასმელის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან სრულად უნდა აიკრძალოს პლასმასის ბოთლებით სასმელის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. გამონაკლისია ექსპორტი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის წყლის მიწოდება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობით სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობით სხვა სასმელებზე. მთავრობა აცხადებს, რომ ამ გზით გარემოზე ზრუნავს, რადგანაც პლასტიკით ბუნების დაბინძურების წილი ძალიან მაღალია. მიღებული დადგენილებების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა. პლასმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასმასის პროდუქცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასმასი გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას. ქვეყნის მასშტაბით პლასმასის დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს. მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის პლასმასის ბოთლების წილი დაახლოებით 51% შეადგენს. ამ გადაწყვეტილებამდე 1 იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი პლასმასის ჭურჭლის იმპორტი. საუბარია პლასმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწვრპებსა თუ კონტეინერებზე. ამ პროდუქციის რეალიზაციაზე კი აკრძალვა ეტაპობრივად შედის ძალაში. აღსანიშნავია, რომ სასმელთან ერთად პლასტიკის აკრძალვა ყველა სხვა საკვების მიწოდებაზეც იგეგმებოდა. საუბარი იყო პლასმასის მასალაში შეფუთული სურსათის წარმოებაზე, იმპორტსა და ბაზარზე განთავსებაზე. მაშინ ითქვა, რომ დადგენილება ეხებოდა არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს, თუმცა აკრძალვა არ გავრცელდებოდა მზესუმზირის, ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე. როგორც ჩანს, მთავრობამ ამ კუთხით აკრძალვა ამ ეტაპზე გადაიფიქრა. აკრძალვის ნაცვლად გამბაჟების 6 გაძვირება. 6 წელზე ძველი ავტომობილების მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს მთავრობის ხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გადაიფიქრეს 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა და სანაცვლოდ დაწესდება გამბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი 1 კუბურ სანტიმეტრზე 4 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება გარემოზე ზრუნვისთვის არის მიღებული, თუმცა კორექტირება კერძო სუბიექტების ინტერესების გამო მოხდა. რეალურად ვის ინტერესს მოერგო გადაწყვეტილების ცვლილება და რა შეფასებები მოხდა არა პირდაპირ აკრძალვით, არამედ აქციზის მკვეთრი გაზრდით ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას. ანუკა ჯოხაძე მოისმინა შეფასებები. ანუკა, რა შეფასებები გაკეთდა ამ გადაწყვეტილების შემდეგ გისმით? ნინო, ცუდსა და უარეს შორის ცუდი გადაწყვეტილება. ასე აფასებენ სექტორის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აღარ აიკრძალება, მაგრამ მათი გამბაჟება თითქმის 6-ჯერ ძვირდება, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ბაზარზე ვითარებას. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ყველაზე პოპულარული 1,5 ლიტრიანი მოცულობის ავტომობილის გამბაჟება, თუ კი ის 6 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული, 1200 ლარიდან 6750 ლარამდე იზრდება. 2 ლიტრიანი მოცულობის ძრავისთვის თუ კი მოსაკრებელი 1600 ლარიდან 9000 ლარამდე გაიზრდება. ავტოდილერები ამბობენ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები მნიშვნელოვნად გაძვირდება და ასევე ფასი დაედება უკვე ბაზარზე შემოყვანილ და გამბაჟებულ ძველ ავტომობილებს.
ავტომობილებსაც მათი თქმით ამ გადაწყვეტილებით ავტომობილებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც მათ შორის ავტოდილერებს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებს შეუმცირებს, ზოგს კი ბაზრიდან გასვლასაც აიძულებს. მართლაც უცა და უარეს შორის გავაკეთეთ არჩევანი. ანუ აქ არ ყოფილა რაღაცა საუკეთესოზე ან უკეთესზე იქამდე რაც იყო, ან რაც შეიძლება მართლა ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს იმისთვის, რომ ჩვენი ჰაბის როლი გაიზარდოს და ის 3 მილიარდამდე ბრუნვა რაც იყო ის გაიზარდოს 6-მდე და ასე შემდეგ. ანუ ამ მიმართულებით არ მივდივართ. ეხავე უკვე დაიწყება ნელ-ნელა გაძვირება, იმიტომ რომ ეცოდინება ადამიანს, რომ ეს მანქანა რომ შემოიყვანო, განაბაჟო და რაღაც გააკეთო, ფასი გიждდება რაღაც ასე რომ ძველი მანქანები ერთმნიშვნელოვნად გაძვირდება. თანხმობრივად იგივე თანხა იქნება ადამიანის ბიუჯეტი ავტომობილისადაც, მაგრამ მოუწევს უფრო იაფოსიანი ავტომობილის ყიდვა ბრენდის ხრივი ძახი, ანუ ვერ იყიდის Mercedes და იყიდის სხვა Ford. უფრო იაფია ვიდრე Mercedes, მაგას გულისხმობ. მაგრამ გაყიდვები ყველა ვარიანტში შემცირდება. ყველაზე კაგ ვარიანტში 30%-იანი ვარ და მაინც იქნება გაყიდვების. ძალიან ბევრი კომპანია სავარაუდოდ შეწყვეტს არის მუშაობას და ასევე დილერებიც, ვინც სხვა დილერებს გულისხმობ მოსახლე ადამიანების დაკავებული არის ავტომობილების ჩამოყვანა და რეალიზაციით. ძალიან ბევრი არის მასეთი ბევრი ჯერები არიან ამაზე დამოკიდებულები, ისინიც უკვე სავარაუდოდ რომ ბევრი გაეშვება. ავტოიმპორტერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მცირედ იშვებაა სრულ აკრძალვასთან შედარებით, მაგრამ ქვეყანას ავტოჰაბის ფუნქციას აკარგვინებს. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ დილერებს უფრო მეტ რისკზე წასვლა მოუწევთ, რადგან იმ შემთხვევაში თუ რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილის გაყიდვას ვერ მოახერხებენ, მნიშვნელოვანი თანხების გაღება მოუწევთ იმისთვის, რომ ის განაბაჟა. როცა შემოყავს რეექსპორტისთვის და ვერ ყიდის რეექსპორტზე, ერთადერთი დასახვევის მექანიზმი არის შიდა ბაზარზე გაყიდვა. აქამდე იყო 6 წლამდე შეზღუდა. ეხლა გაძვირდა. ნუ კი ბატონო, შეიძლება გარისკოს, თვითონ გადაიხადოს, ანუ უარესია ხვდებით კი დაარეგისტრიროს, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო მეტი გამბაჟების ვალდებულება ექნება და თუ მომხმარებელი არ უყოლება შესაბამისად ვერც განეთის. უცხო ქვეყნის ავტოდილერები ამ კანონის შემდეგაც მაინც უპირატესობაში რჩებიან ჩვენ ადგილობრივ დილერებთან მიმართებაში რა. იმიტომ რომ ხვდებიან ამას, რომ ჩვენმა დილერმა უნდა გადაიხადოს 4-ჯერ მეტი და განაბაჟოს, რაც ადგილობრივებს ხშირად არ უღირთ. ამიტომ მაინც იქნებიან ისინი უპირატესობაში, თუმცა იმას, რასაც გვიპირებდნენ, შედარებით ჯობია ეს ამბავი. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგია და მისი მიზანი ბიზნესისა და გარემოსდაცვითი ინტერესების დაბალანსება. უფრო მეტ შეფასებას აკითხს და შესაბამისი უწყებების გამოხმაურებას უკვე ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა, რა შეფასებები მოყვა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვის ნაცვლად განბაჟების 6-ჯერ გაძვირებას ანუკა ჯოხაძემ გაგვაცნო. სოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა, ამ კვირაში უკვე მეორედ კორექტირდა. აღსანიშნავია, რომ ბენზინის ფასი 6-10 თეთრით, დიზელის კი 15-20 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, გალფის ქსელში საწვავის ღირებულება 9 მარტის შემდეგ 12 მარტსაც შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10-დან 20 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. მკვეთრი გაძვირება შეეხო დიზელს. რომპეტროლის ქსელში ფასები 6-დან 15 თეთრამდე გაიზარდა, სოკარში კი 4-10 თეთრით კორექტირება მოხდა. ვისოლის სამართსადგურებზე ფასები 7 მარტს გაძვირდა, ჯამში ფასების 15-18 თეთრით გაძვირება არის ბოლო პერიოდში მომხდარი. ნავთობი იმპორტიორები ამბობენ, რომ ნავთობის მკვეთრი გაძვირების ფონზე ფასებმა მოიმატა ბენზინსა და დიზელზე განსაკუთრებული ზრდა, დიზელის საერთაშორისო ფასებზე ფიქსირდება. ადგილობრივი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის სარესტორნე და რითეილ სექტორთან ურთიერთობებისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების ვადები რჩება. როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ ანაზღაურების ვადები 2-3 თვესაც შეადგენს, რაც საბოლოოდ მიმწოდებლებს საბურავი საშუალებების დეფიციტის წინაშე აყენებს. როგორც ირკვევა, ეს გამოწვევა აქტუალურია მათ შორის მეღვინეობის დარგისთვისაც, რომლითაც პროდუქციის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ხორეკა სექტორია. რა გამოწვევებს აწყდებიან ადგილობრივი მწარმოებლები და დისტრიბუტორები სარესტორნე და რითეილ სექტორთან ურთიერთობისას, ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და ახლა ჩვენს გაგვიზიარებს, ნუცა გისმენთ.
ნინო მოგესალმები. დიახ, ბიზნეს სუბიექტებს შორის კონსიგნაციის საფუძველზე ურთიერთობა, ანუ წინასწარი ანგარიშწორების გარეშე პროდუქციის მიწოდება რეალიზაცია რომ არაერთ გამოწვევას უკავშირდება. ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა მიმდინარე პერიოდში, როდესაც სურსათის ფასების საკითხი საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანიც გახდა, თუმცა როგორც ირკვევა მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების ვადების საკითხის აქტუალურია, მათ შორის მეღვინეობის დარგისთვისაც, რომლისთვისაც პროდუქციის რეალიზაციისთვის ერთ-ერთი არხი ჰორეკა სექტორიცაა. როგორც ჩვენთან საუბარში მეღვინეების ნაწილი აცხადებს, არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პროდუქციის ამა თუ იმ რესტორანში შეტანის შემდეგ საკმაოდ ჭირს უკვე რეალიზებული პროდუქციის ანაზღაურების მიღება. როგორც ჩვენთან საუბარში მაგალითად ღვინის კომპანია ფაფრის ველში აცხადებენ, მათ გასულ პერიოდში ქონიათ არაერთი შემთხვევა, როდესაც ობიექტი ისე გაკოტრდა და დაიხურა, რომ მათ კუთვნილი თანხების მიღება საერთოდ ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება თავად ჰორეკა სექტორის პოზიციას, რესტორატორთა ასოციაციაში ადასტურებენ, რომ მართლაც ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც რესტორნებსა და კვების ობიექტებს მიმწოდებლების მიმართ დავალიანებები აქვთ, თუმცა როგორც ასოციაციაში გამარტავენ, მსგავსი ფაქტები იმ არასტაბილური ვითარებითაა გამოწვეული, რაც ქვეყნის ეკონომიკაში სხვადასხვა პერიოდში წარმოიქმნება ხოლმე, შედეგად კი თავად ჰორეკა სექტორს ექნება ფინანსური პრობლემები. ძალიან დიდი თანხა გვაქვს უბრალოდ აკრაგული, იმიტომ რომ მიხსნებიან რესტორნები, მერე ვეღარ მიგვაქვს ღვინო, ვეღარ იხდიან ფულს და მერე იმათ ვერ ნახავ ესა ხრებიან და ტრანსპორტი იხურება და რას იზავ. იცით უკვე ბერკეტები არ არსებობს. ეხლა წარმოიდგინეთ, ყველა ბიზნესი აქტიურად კრედიტებით ცხოვრობს, ხომ? ეს ბიზნესის დაუწერელი წესია და როდესაც ბანკში თქვათ მე ერთი დღით გადავაცილებ ვადას, ხომ? ნუ შეკლული ვარ ბანკისგან, ნუ არ მასვენებენ და აი მე რო აფარებ ღვინოს, ხომ? მეწარმე და ის თვითონ რესტორატორი არიხტის რეალიზებულ ღვინოში თანხას, ხომ? მე არავითარი ბერკეტი არ მაქვს, რომ თავი დავიცვამი. რესტორნების გარკვეული კატეგორია ხშირად დავალიანებაში არის სადისტრიბუციო კომპანიებთან და მას ვერ დავარქვევდი, რომ სურვილი აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივაციით ამუშავებენ რესტორნებს, იქედან გამომდინარე, რომ სხვადასხვა რყევები, რომელიც ქვეყანასთან ახლავს, გარკვეულწილად პირველივე ტალღაში ხდება სარესტორნო რყევები. აქედან გამომდინარე, ხშირად ეს არასწორი მიდგომა, რაც დისტრიბუციისა და სარესტორნო რყევებს შორის წარმოიშვება, ძალიან დაწყენი არის, მაგრამ ხშირი არის და დისტრიბუტორები გაკოტრებული რესტორნებიდან ხშირ შემთხვევაში ვერ იღებენ შესაბამის თანხებს. ის რომ მიწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშწორების ვადები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სადისტრიბუციო სექტორისთვისაც, ამაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში. დარგობრივი ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ რიტეილ სექტორის მხრიდან დადგენილი ანაზღაურების ვადები ერთი თვის ვადიდან 90 დღემდეც მერყეობს. მისი თქმით, გადახდის მსგავსი ვადები საბოლოოდ მიმწოდებლებს საბრუნავი საშუალებების დეფიციტის წინაშე აყენებს, რის გამოც სექტორს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება უწევს, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პროდუქციის ფასშიც აისახება. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებლებისთვის რეალიზებული პროდუქციის საფასურის ანაზღაურების ვადებზე გუშინ გამართულ პარლამენტის ფასების კომისიის მორიგ სხდომაზე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების ნაწილმაც ისაუბრა, მაგალითად, გუდულში ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში ეს ვადა საშუალოდ პროდუქციის რეალიზაციიდან 25-30 დღის ვადას შეადგენს. ერთი თვიდან 3 თვემდე, ანუ 90 დღე, 80-75, 45, ანუ ამ შუალედში არის ძირითადად გადახდის ვადები, რაც გაწერილი აქვს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვითარდება რიტეილის ბაზარი და ხდება დამატებით პროდუქციის შეტანა და ამ გაზრდილი მოცულობის ქსელში თვეობით გაჩერება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე ფინანსური ტვირთად შეგვიძლია განვიხილოთ და საბოლოოდ თავის ნეგატიურ ზეგავლენას, რა თქმა უნდა, ახდენს ფასის ფორმულირებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ და სამწუხაროდ საბანკო პროდუქტი არის საკმაოდ ძვირი. სხვადასხვა მომწოდებულთან სხვანაირი, ზოგთან არის, აი მაგალითად, წინა თვის რეალიზაცია მომდევნო თვის 5 რიცხვში. ზოგიერთ მომდევნო თვის 10 რიცხვში, ზოგიერთ მომდევნო თვის 15 რიცხვში და მომდევნო, ანუ წინა თვის რეალიზაცია მომდევნო თვის ბოლო, ეს არის ჩვენ შემთხვევაში ყველაზე
ყველაზე ცუდი პირობა, ასე ვთქვათ. გავასაშვალოოთ, რაღაც სტანდარტულად გამოდის, რეალიზაციიდან 25 რეალიზაციიდან 30 დღე მაქსიმუმ. ადგილობრივი მწარმოებლების და დისტრიბუტორების ნაწილი დასახელებული გამოწვევების გადაჭრის რამდენიმე გზას ასახელებს, მათი თქმით, აუცილებელია როგორც კანონმდებლობის დონეზე გადახდის ვადების რეგულირება, ასევე ფაქტორინგის ინსტრუმენტის განვითარება, რომელიც მიმწოდებლებს საბრუნავი საშუალებების გასჩენის საშუალებას მისცემს. ამ მიმართულებით უფრო მეტ შეფასებას მაყურებელს უკვე საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში გავუზიარებთ. მადლობა ნუცა, პირდაპირ ეთერში ნუცა შუბაშვილი საუბრობდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს როგორც უსაფრთხო და სტაბილური შუადერეფნის როლი კიდევ უფრო იზრდება. ამის შესახებ ლოგისტიკის საერთაშორისო ფორუმზე აცხადებენ. ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა TBC-ის მხარდაჭერით იმართება. სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს დერეფანში გადაზიდვებზე მოთხოვნა გაზრდილია, ნავთობის გაძვირების გამო კი საზღვაო გადაზიდვებზე ფასებიც გაიზარდა. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ ლოგისტიკურ გამოწვევას და დამატებითი სერვისების მიმწოდებლად ისევ ვერ იქცა. გამოწვევად რჩება ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, პორტების გამტარუნარიანობა, სასაწყობე და სავაგონე პარკები და სხვა მიმართულებები. ფასები გაიზარდა დაახლოებით 25%-ით. რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდი არის და რაც შეეხება თვითონ საერთაშორისო მდგომარეობას, მიაწყდა მთელი მოძრაობა ევროპიდან აზიისკენ ჩვენ რეგიონს. გემებზე ბილეთები აღარა, ტრაილერებს იგივე დადგა, ძალიან ცუდი სიტუაცია არის. ანუ თურქეთით უფრო მეტად სწრაფად ჩამოდიან, მაგრამ ვისაც გემი ჭირდება და ბულგარეთი და საზღვაო გზა ძალიან დიდი რიგებია. ჩვენ უშუალოდ მაინც კავკასიაში ვაკეთებთ გადაზიდვებს, ევროპა, კავკასია, ევროპა. ევროპა, აზია, ევროპას ჩვენ არ ვაკეთებთ, ამიტომ ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა ეს ყველაფერი, ვიდრე კონკრეტული სატრანსპორტო კომპანიებისთვის. ირანის კრიზისის და შუა აზიის კრიზისის ფონზე მოსალოდნელი არის ბევრი ცვლილება ხა. საზღვაო მიმართულებით უკვე დაიწყო, ნავთობი პირველ რიგში ხო, რაც ყველაზე სენსიტიური არის გადაზიდვებისთვის. ნავთობმა გამოიწვია საზღვაო გადაზიდვებზე დაახლოებით 10-15%-იანი მატება, მეტი არა, იმიტომ რომ მაინც კრიზისი შეინიშნება თურქეთთან დაკავშირებით, თუმცა გამოჩნდა ახალი მოთხოვნები, რადგანაც ჩაიკეტა ირანის მიმართულება, მაგალითად ერაყის საქართველოს გავლით ტრანზიტის განხორციელების, რაზეც ახლა ჩვენ მუშაობთ. EBRD აცხადებს, რომ პრიორიტეტად კვლავ რჩება კერძო ლოგისტიკური კომპანიების მხარდაჭერა. ბანკი მზად არის დააფინანსოს როგორც მსხვილი სატრანსპორტო ჰაბები, ასევე მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ჩართულნი არიან მიწოდების ჯაჭვში. ამ შესახებ BMG-თან კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა. მისივე თქმით, ლოგისტიკის სექტორი განახლებად ენერგიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. რაც შეეხება შუა დერეფანს, EBRD-ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტია ბიუროკრატიის მინიმუმამდე შემცირება და პროცედურების გამარტივება. ამასთან გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ირანში არსებული კონფლიქტის ფონზე შუა დერეფანის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ყველაზე საიმედო და აშკარა ალტერნატივად იქცა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიან ამბებს ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. ნახვამდის.